მოგესალმებით თვითოსონელებო და მეგობრებო. წინა ვიდეო თულმე არ წამიშლია და შუა გზაზეც ნახევარიც არ ქონდა გადათარგმნილი ისე გამეთი შეკეთ ვიდეო. არა და ყველაზე საინტერესო ადგილას. მათ გავაგრძელოთ. კვანტური ერა. ხო, აი იმ ადგილიდან დავიწყე, ახლა სადაც შევჩერდი, ანუ ესე იგი მოხდა შეხვედრა ესე იგი ამ სამი ლიდერის რუსეთის, ამერიკის, ჩინეთის და აგარტის წარმომადგენლების სკანდინავიელებია ისინიც ნორდიკები, მაგრამ აგარტაში ცხოვრობენ მიწის ქვეშ, შიდა მიწაში. ალბათ გაგიგონიათ, რომ შიდა მიწაში არის ბევრი ადგილი, აი როგორც ზედაპირი, ისეთი ადგილებია შიგნით. შიდა მიწაში და აგარტა, ასგარდი და კიდევ ბევრი სხვა დასახელება, მე თქვენ გახსოვთ, რუკა გაჩვენეთ. დახატული რუკა. ისეთი წყობა, ის არის ის. იქ ასგარდიცა აღნიშნული. ესე იგი, შიდა მიწის ცივილიზაცია იყო ამოსული ზედაპირზე შეხვედრების ჩასატარებლად. ისევ პრესი საუბრობს სამ დელეგატზე სკანდინავიიდან, ხო, იმის მიუხედავად, რომ ეს სურათები იყო ფეიკური, ბევრი სურათი იყო ნაღდი, რომელიც მათ შორის ისმალმა გვაჩვენა. ხო, ეს სამი დელეგატი არის სკანდინავიელები, მაგრამ ცხოვრობენ აგარტაში, კიდევ გავიმეორებ. ის სკანდინავიელები არა ზედაპირზე სკანდინავიიდან. ზედაპირზეც არის ასეთი ქვეყანა სკანდინავია. შიდა მიწის წარმომადგენლები გამოდიან სამეცნიერო მიღწევების ფარველები. სამეცნიერო მიღწევების ფარველებად გამოდიან ფარველები. გამოდიან კი არა, არიან ფარველები. როდესაც ეს სამი წარმომადგენელი შიდა მიწისა შეხვდა ტრამპს, პუტინს და სიჯინპინს, მაგათმა მოილაპარაკეს ამ რევოლუციური ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე. იყო ხელმოწერილი რამდენიმე კონტრაქტი და ეს ხსნის იმას, თუ რატომ მოხდა ეს მოლაპარაკებები ამ სამი ქვეყნის ლიდერებთან. რის შედეგად შიდა მიწის დელეგატები პერეზე მათ უწოდებს სკანდინავიელებს, აგრეთვე მათ უწოდებენ ნორდიკებს, შეხვდნენ ამ სამ ლიდერს და აჩვენეს მათ, თუ როგორ გამოიყურება მომავალი. რამიდან ახლა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თითქოს და ერთ-ერთი კონტაქტორი, ეგრეთ წოდებული, აშინებს ხალხს და ამბობს ამაზე, რომ ესენი არიან ვამპირები ამ ნორდიკებზე. მე როდესაც ნორდიკებზე იყო საუბარი წინა ვიდეოში, რომელიც მე გადავთარგმნე, ფოტოებს რო გვაჩვენებდათ ისონი პერესი, იქ მე ვთქვი, რომ ამათ ამ ნორდიკებს ყოველთვის აქვთ საერთოდ წესათა ქრონიკული დავარდება, ანემია, რკინის უკმარისობა და ამიტომ ისინი იღებენ სისხლს. სვამენ თუ შეყავთ, არ ვიცი რა სახით, მაგრამ იძულებულები არიან მიიღონ სისხლი. და ეს კიკინები ნაწამები რომ უკეთია, ქალს, ხშირად შეხვედრი ხალდა ალბათ YouTube-ის შორტებში, ხო? ან ვიდეოებში. ასეთ ვიდეოებს, სადაც აჩვენებენ ნაწნავებიან, თეთრიან ნაწნავებიან ქალს. ისა ამბობს, რომ ვამპირებიაო. ვამპირები არაფერ შუაში არა, ვამპირები რომ იყვნენ, ისინი მათ ექნებოდათ კვილები, ბასი გამოსული კვილები. არა, უბრალოდ მათ აქვთ დაავადება და ანემია და ამის შესახებ აქვს ნათქვამი კორი გუდს, დევიდ უილკოქს, როდესაც ყვებოდნენ შიდა დედამიწის ცივილიზაციებზე. და მინდა გითხრათ, რომ ცუდი და კარგი როგორც ჩვენთანა, ისე არის ცუდი და კარგი ყველგან. არიან ნეგატიური ნორდიკები, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგ იბრძვიან და მოლაპარაკებაში არიან რუხებთან, დრაკონიელებთან, მაგრამ არიან პოზიტიური დადებითი ნორდიკებიც. ასე რომ
სანამ ვინმეზე რამე თუ დასკვნას გააკეთებ, ნეგატიურ დასკვნას გაითვალისწინეთ, რომ ცუდი და კარგი ყველგანაა. აპატი წყურია და ციქა მიკავია. და ამ ნორდიკებმა, ამ წარმომადგენლებმა აჩვენეს ამ სამივე ლიდერს, სამი ქვეყნის ლიდერს, თუ როგორი იქნება, როგორ გამოიყურებოდეს იქნება დედამიწა, როდესაც მათი დათანხმდებიან ისინი მათ შემოთავაზებებზე. სამი სუპერ ქვეყნების ლიდერები ხედავდნენ, მათ აჩვენეს ამ ლიდერებს, თუ როგორ გამოიყურებოდეს იქნება დედამიწა, თუ ისინი დათანხმდებიან. და თუ ხელს მოაწერენ ახალ შეთანხმებას, ისინი აგრეთვე ნახავენ პროგრესს მედიცინაში, მაგრამ არა იმ სახით, რა სახითაც ჩვენ ვიყენებთ მედიცინას დღევანდელ დღეს. შიდა მიწის საბჭომ დადებითად მიიღო ტექნოლოგიის შეთანხმება ტექნოლოგიების გაცვლა-გამოცვლაზე. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ამ პროცესში მონაწილე ქვეყნები, ამ სამი ქვეყნის ლიდერები შემოუერთდებიან ალიანსს. ისინი უკვე შეუერთდნენ ალიანსს დიდი ხანია. სამივე ლიდერი დათანხმდა საერთო ხარტიას და დათანხმდნენ იმაზე, რომ გაუფრთხილდებოდნენ დედამიწას და მის რესურსებს და მის გარემოს. და იმისთვის, რომ ჩვენ წვდომა გქონდეს ამ ახალ ტექნოლოგიებთან, ჩვენ უნდა დავიცვათ მოლაპარაკების პირობები. და ეს ეხება ყველა 9 ქვეყანას, რომლებიც შედიან მიწიერ ალიანსში. ანგარიში წერია, რომ კვანტური ერა არ შეიძლება შეინარჩუნო მარტო კონკურენციით, არამედ საჭიროა ურთიერთობა. და წარსულ თვეშიო ეს წარმომადგენლები, აგარტას წარმომადგენლები, ნორდიკები ან სკანდინაველებს, როგორც უწოდებენ მათ, ესწრებოდნენ, როგორც მეთვალყურეები ერთ-ერთ მოლაპარაკებაზე. შიდა მიწის საბჭომ თანხმობა მისცა განვითარებული წინა ტექნოლოგიების გახსნაზე იმ პირობით, რომ ყოველი მონაწილე ქვეყანა პასუხისმგებლობას აიღებს თავის თავზე, რომ გამოიყენებს ან აღმოჩენილ ტექნოლოგიებს, ამ გახსნილ ტექნოლოგიებს მშვიდობიანი მიზნებისთვის. ეკოლოგიის აღსადგენად, მედიცინის გასავითარებლად და განათლების მისაღებად. ნატო და ევროპული კავშირი არის რომაული იმპერიის, ასე ვთქვათ, გადმონაშთი. და თუ დაჭირდაო, რუსეთი მიიღებსო ნებართვას საომრო მოქმედებაზე ეს-ის და ნატოს წინააღმდეგ, ანუ ევროკავშირის და ნატოს წინააღმდეგ. ალიანსის აზრით, მიზანი შედგება იმაში, ანუ მიზანი არ შედგება ევროპის დასაპყრობად, არა. ევროპის დაპყრობის მიზანი არ აქვს რუსეთს, არა. მიზანი, თუ დაიწყო ეს ომი, დევს ნაციონალური მმართველობის აღდგენაში. ევროპაში მშვიდობიანი ეკონომიკური და სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის შენარჩუნებით. ალიანსის სტრატეგებმა მოვიდნენ შედეგამდე, რომ ინსტიტუტები, რომლებიც შეიქმნა ინდუსტრიალურ ეპოქაში, იყვნენ ცივილიზაციის სხვა ეპოქისთვის და ისინი მეტი საჭირო არ არიან, ანუ ყველა ინსტიტუტები გაუქმდება, რაც იყო შექმნილი ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში. ყველა ინსტიტუტები. დღეს ეს ინსტიტუტები დაძველდა, რადგან კაცობრიობა შეაბიჯებს კვანტურ ერაში, ალიანსი თulis, რომ დეცენტრალიზებული ტექნოლოგიები იქნება უფრო და უფრო გავრცელებადი. ევროპული კავშირი და ლოკალისტები ხადაგებენ იმას, რომ მიიღონ შექმნა, ანუ თანხმობა მისცენ
მყარი ინფრასტრუქტურების შექმნაზე. სხვა სიტყვით, ისინი ცდილობენ ევროპელებს დაუბრუნონ სუვერენიტეტი. ევროკავშირი კონტროლდება როჩილდებით. და მითხარით ახლა ქართველებო, ჩვენ ქართველებს კიდევ მოგვინდება ევროკავშირში შესვლა. ხომ ჩრდილოვანი სახელმწიფოს ორგანიზაცია და თურმე კონტროლდება როჩილდებით. ანუ ვის უნდოდა რომ ქვეყნები შესულიყო ევროკავშირში, ჩრდილოვან სახელმწიფოს. ეს უნდოდა როჩილდებს და სხვა წარმომადგენლებს ამ ჩრდილოვანი სახელმწიფოს. მაგრამ ევროკავშირი თურმე კონტროლდება როჩილდების მიერ. ხო, მიწისქვეშა შიდა მიწის წარმომადგენლების ალიანსმა, ცივილიზაციების ალიანსმა შესთავაზა ევროპას თანდათანობით დაიწყო სუვერენიტეტის დაბრუნება ქვეყნებზე, რომლებიც იყვნენ ძალით ამ კავშირში, ძალით თუ ფსიქოლოგიური ზედაპირით იყვნენ ამ კავშირში შესულები. სხვა სიტყვებით, ესი, ნატო, ვოსი, ანუ ჯანმრთელობის სოფლიო ჯანმრთელობის მაპატიეთ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ეს გონი ის არის ევროკავშირი, ნატო, გაერო, ეს ყველაფერი და ყველა სხვა გლობალისტური სტრუქტურები მიიღეს ბრძანება, რომ დაშლილიყვნენ იმისთვის, რომ ის ქვეყნები, რომლებიც მოტყუებით შეიტყუეს ევროკავშირში, ისევ გახდარიყვნენ ავტონომიურები. ანუ ევროკავშირი დაიშლება. ბრძანება გასცეს. იცით რა მესმი ხარია? რატომ? ის რომ საქართველოში სულ მიდიოდა კამათი და ჩხუბი იმის შესახებ შევსულიყავით თუ არა ჩვენ უნდა ევროკავშირში, ნატოში. თავიდან სააკაშვილის დროს მეც ამის მომხრე ვიყავი, მაგრამ მერე როდესაც გავიცანი სიტუაციას, როდესაც დავიწყე მათი მოსმენა, მივხვდი, რომ ეს ორგანიზაციები, რაც ჩამოთვალა ესმანელ პერესმა, მათ შორის ევროკავშირი, არის მახე. მაგრამ მალე ყველა ქვეყნები განთავისუფლდება. ყველა განთავისუფლდება, იმიტომ რომ დაიშლება ნატოც, ევროკავშირით, სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც და ქვეყნები აღმოჩნდებიან ისე მდგომარეობაში, რომ მათ პირდაპირ გაგებით დატოვებენ ჭყალებში უპატრონოდ. მათზე არავინ იძალადებს არანაირად, არც ომები იქნება, არც ძალით აიძულება რამის გაკეთებას. პირიქით რუსეთიც როდესაც დაიშლება ეს ევროკავშირი, დააბრუნებს შეტყვეტს კონფლიქტებს ყველა საკონფლიქტო ზონაში. გაიხსნება, მე ასე ვფიქრობ, რადგან ხო, უბრალოდ ასე ვფიქრობ კი არა, რომელიღაც წყაროდან ვიცი, რომ მაგალითად ახლა რომ აფხაზეთის გამო არის დაძაბული ურთიერთობა საქართველოს რუსეთს შორის, ამ აფხაზეთი ომის გამო, ოსეთის ომის გამო, ხო, საქართველოს ოსეთის ომის გამო, ეს ტერიტორიები დარჩება მათ გავლენის გარეშე. ანუ ამ ტერიტორიებს ახლა რომ ჭყალებში რატო ვამბობ? ეს ყველაფერი თამაშია. და ამ ტერიტორიების დაკარგვას განიცდით ჩვენ ქართველები კი, მაგრამ ეგ ყველაფერი თამაშის ნაწილია. ეგ ტერიტორიები ყველა დაბრუნდება და იმიტომ კი არა ასე მოინდობა რუსეთმა.
არა, იმიტომ რომ ასე უნდა ეს პირობა აქვს წაყენებული შიდა მიწის ცივილიზაციის საბჭოს იმ პირობით დაიწყება განვითარებული ტექნოლოგიების, წინწასული ტექნოლოგიების გახსნა, წარმოდგენა, თუ ისინი შეასრულებენ პირობებს. და ამ პირობაში რასაკვირველია შევა, თუ ევროკავშირს უბრძანეს ნატოს და სხვა ამ ორგანიზაციებს დაშლა, ისინი ახლა ისმაილ პერესი არ ამბობს, ჯერჯერობით არ გამიგონია ეს რო ეთქვას. აფხაზეთიც, ოსეთიც, უკრაინაც და თუ სადმე არის ეს ირანში გაიმარჯვა. ასე ვთქვათ, სიკეთემ მოვიდა ნათელი ძალების წარმომადგენლები, ომი დასრულდა, ტრამპმა ეს ომი დაასრულა, ასევე დასრულდება. არც ისე შორსა ის დრო, როდესაც მშვიდობა აღდგება საქართველოს ტერიტორიასაც. მე ვერ ვიტყვი, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ძველებურად იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში. მე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ისეთი სიტუაცია დადგება, ისეთი პროცესები წავა, რომ გინდა არ გინდა, აპატიეთ, გინდა არ გინდა, ისი თქმა მინდა, მე ხა სხვანაირად არ გამიგოთ. სიტუაცია შეიცვლება იმ მხრივ, რომ დაძაბულობა, აი ბრძოლა იმისთვის, რომ არა იმას უნდა შევუერთე, არა ამას უნდა შევუერთე, არ იქნება. ყველანი მიიღებს თავისუფლებას. ყველანი. ანუ როგორ გითხრათ ეს ცოტა უბრალოდ სიტყვებით, რომ გასაგები იყოს. საქართველოს არ უსისინებდეს იქნება არც ამერიკა, არც ნატო, არც ევროკავშირი ჩვენთან შემოდი, ნატოში და ევროკავშირში. არ უსისინებდეს იქნება, არავინ ზეგავლენას არ მოახდენს პირიქით. ნატო და ევროკავშირი და ეს ორგანიზაციები ყველა დაიშლება და ვინ უნდა მოახდინოს წნეხი ფსიქოლოგიური თუნდაც იმ ქვეყნებზე, რომლებიც ახლა არიან ევროკავშირში, თორე რომლებიც გამოვლიან იქედან. გამოვლიანო ცოტა ზედმეტი საუბარია, რადგან თავისთავად გამოსულები დარჩებიან, როდესაც დაიშლება ყველაფერი, როდესაც ევროკავშირი და ნატო დაიშლება. დარჩებიან ხომ იმედი გქონდათ, ხო? აი საქართველოს კიდე ნაწილი ქართველებისა, ნაწილს ქართველებისა უნდა ევროკავშირი, მაგრამ ეს ევროკავშირი დაიშლება და სად მიდის საქართველოს ეს ნაწილი, რომელ ევროკავშირში უნდა შესვლა, თუ ევროკავშირი არ იარსებებს, ნატო არ იარსებებს, ყველაფერი შეიცვლება, ანუ საქართველო დარჩება თავის თავთან. ისევე როგორც დარჩება თავის თავთან ის ოსეთის ნაწილი, რომელიც იყო სადაც იყო კონფლიქტური ზონა, აფხაზეთი, სადაც იყო კონფლიქტური ზონა. ახლა იმ ხელმძღვანელებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, არ ესმით, შეიძლება ახლა კენტეროში ვინც არის იმათ ესმოდეთ, მაგრამ აბადეთ, მაგრამ ხალხს არ ესმით. ხალხი არ ბრძოლებს ამ ომებში, რაღაც
კერპის შეუქმნეს, რომ აი თქვენ იბრძვით ამისთვის, იმისთვის, ხო? დაახოცვინეს ერთმანეთი, დაგვახოცვინეს ერთმანეთი. არა, მე პოლიტიკაში არ შევდივარ, მე მომყავს მაგალითი. და თქვენ ახლა წამოიდგინეთ ამ ევროკავშირის გამო რა მოხდა იმ დღეს, იმ ღამით, როდესაც პლასტიკური ტყვეები დაუშინეს თუ რეზინის ტყვეები დაუშინეს იმ ხალხს, რომლებაც მიტინგები გამართეს. ის ღამე არავის დაავიწყდება. არა, არც რუსეთი გაიცულებთ, რუსეთი არ აიძულებთ არავის მის კავშირს შეუერთდეს. რუსეთის ხელისუფლებაც შეიცვლება. ხელისუფლება ყველგან შეიცვლება. ტრამპი უკვე მოსულია. ახლა ტრამპის სცენარი უნდა მოვიდეს კიდე სხვა ქვეყნებშიც. უბრალოდ ამ ქვეყნებს სხვა გზა არ ექნებათ, რომ ისევ კავშირის ცდა ექნებათ უпростоრად, ისევ დაამყარონ კავშირი რუსეთთან მაგალითად, ან ჩინეთთან, ან ჩინეთს კიდე აქვს ბევრი მიწები დათრეული თავის რაღაც წლების განმავლობაში. იგივე ტიბეტი. ხო და ასეთი სიტუაციები ბევრია დედამიწაზე, მარტო აფხაზეთზე და ოსეთზე არ აქვს საუბარი. არა, პრედნისტროვია, იგივე პრედნისტროვია რომ ავიღოთ. იგივე ომი ისრაელ და ლიბიას შორის, პალესტინას შორის, მაპატიეთ. ისრაელ-პალესტინას შორის ბევრი ასეთი კონფლიქტური ზონები, ბევრია დედამიწაზე და თუ კი არა, ეს ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ არა ქვეყნების ლიდერების სახმარებით, დამსახურებით. არა. აქ საქართველოს პრობლემების მოგვარებაშიც არ უშველის არც ერთი ქართველი ლიდერი. არა, საქმე არ წყდება ლიდერების ზონაზე, ქვეყნის მმართველების ზონაზე. მმართველები ისე მოიქცევიან, როგორც მათ უბრძანებენ ვინ? შიდამიწის საბჭო და galaktikuri საბჭო. რატომ? ყველას მობეზრდა ეს კონკურენცია, აგრესია, კონფლიქტები, იმის შიში რომ ჩვენგანმა რომელიმე ქვეყანამ ატომური ბომბი არ ააფეთქონ. ბნელძავას არ ძინავს. ამიტომ გლობალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიწერმა სახელმწიფომ. ანუ მათ არაფერი არ უშლის ხელს, რომ ჩვენ გაგვანადგურონ, რადგან საფრთხე ემუქრება მათაც. ფაქტიურად ეს იგივეა ბავშვს ხელში დააკავა ასანთი. პატარა ბავშვს. რას უსავს ამ ასანთს? წამოიდგინეთ ახლა თქვენ. ასევე ეს ატომური ბომბი ჩვენ ხელში. მე მინდა თქვენ სწორად გამიგოთ. მე პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ მე იმდენს რამდენი ხანი უკვე ამათ უსმენ და ახლა ამ პროცესებიდან, ჩქარი პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, მე უკვე შევდელი იმ დასკვნის გამოტანა, რასაც ახლა თქვენ გეუბნებით, აი ამ დასკვნის გამოტანა შევდელი. რუსეთი გახდება კავშირი. არა საბჭოთა კავშირული ოღონდ, უბრალოდ კავშირი. შეიძლება რუსეთის კავშირში შევიდნენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ადრე არც კი იყვნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ კი ამბობენ საბჭოთა კავშირი აღდგებაო, მაგრამ არა იმ გაგებით. რა გაგებითაც ჩვენ წარმოგვიდგენია, ვინც დაიბადა საბჭოთა კავშირში. არა. აღდგება უბრალოდ კავშირი, იმიტომ რომ შემდეგ ვინმეს არ მოუნდეს ისევ მსოფლიოს დაპყრობა, იქნება სამი ძლიერი სახელმწიფო.
ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი და კიდევ სხვებიც რასაკვირველია, მაგრამ იმდენი ქვეყანა ახლა რომ არის, არ იქნება. ყველა გაერთიანდება ერთმანეთთან, მაგრამ ძალით არავის შემოიერთებს, არავინ თვითონ ეს სახელმწიფოები სთხოვენ დიდ ქვეყნებს, მაგალითად რუსეთის შემთხვევაში, რომ შემოიერთონ, რადგან დარჩებიან მარტონი. მარტონი არც გაერო, არც ევროკავშირი, არც ერთადი ორგანიზაცია არ იაცებებს, დარჩებიან მარტო და ეს იგივე ახლა პატარა ბავშვი რომ დატოვო მარტო, ან მოზარდი, დატოვე ახლა მარტო, დაიბნება ხომ? აი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა. არა, მე იმიტომ კი არ ვიცინი რომ მიხარია რომ ისინი ასე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, არა. მე პირიქით მიხარია რომ რაღაც ცვლილებები მოხდება საუკეთესოსკენ, უკეთესობისკენ უფრო სწორად. და იმიტომ მიხარია მე კიდევ ეს რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოში შეწყდება კამათი და ჩხუბი იმის გამო რუსეთს შევუერთეთ თუ ამერიკას. არც ერთი იქნება და არც მეორე, ჩემო კარგებო. არც ერთი იქნება და არც მეორე. რაღაც პერიოდი საქართველო იარსებეს დამოუკიდებლად. მაგრამ კატაკლიზმებიდან გამომდინარე, საკურველი ახლა მიწები შეიძლება ეგეც არ მოხდეს, მაგრამ სხვა გზა არა, მიწა იცვლება, დედამიწა იცვლება. შეიძლება რაღაც ტერიტორიები ჩაიძიროს, რაღაც ტერიტორიები ამოტიტიდეს. ამას მე იმიტომ კი არ გეუბნები, რომ თქვენ რამეზე ინერვიულობთ. პირიქით, მე რეალურ სურათს წარმოგიდგენთ თქვენ, რომ იცოდეთ თუ მიახლოებით. იცით რა, მე მომავალს არ კარნახო, მე არა ვარ წინასწარ მეტყოლი, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ თუ დათანხმდა ლიდერები სხვადასხვა ქვეყნებისა და თუ იმ 109 ქვეყანამ, რომელიც შესულია ალიანსში, მიტერ ალიანსში, ხარი დაუჭირა ამ საკითხს. საქმე წავა ამისკენ, ამას არ უნდა კითხაობა. ხო თვითონ დაფიქრდით. მე იმიტომ მიხარია ეს, რომ ქართველები შეწყვეტავენ ერთმანეთის ჭამას ყვლას. მერწმუნეთ. კი, მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი უცებ დაიწყობა. არ ვამბობ, მაგრამ პატარა ქაოსი იქნება ცოტა არეულობა, იმიტომ რომ იმ ადგილზე, სადაც ახალი შენობის აჩენება უნდა და ძველ შენობას ანგრევენ და შემდეგ კი ამ ძველი შენობის ადგილზე აშენებენ ახალ შენობას, ან ნაგებობას, ხო? მე არც ანალიტიკოსი ვარ, არც პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ მე ვხედავ, საითკენ მიედინება ყველაფერი. რასაკვირველია, თავიდან აი როდესაც ადამიანს რამე ჭირს სენი, თუნდაც იგივე სიმსივნე, გაუკეთებენ ქიმიოთერაპიას. აი მაპატით რომ ეს მაგალითი მომყავს, მაგრამ ამ ტკინეულ მაგალითზე თუ მიგახვედროთ, მე თუ რა შეიძლება, რას იგრძნობთ, რას ვიგრძნობთ ჩვენ. ჯერ ქიმიოთერაპია, ხო? შემდეგ ის ორგანო, რომელიც დასნებობებულია, უნდა ამოიჭრას. ეს ყველაფერი ტკივილთანაა დაკავშირებული, ხო? აი, ასეთი მდგომარეობა ახლა თელ დედამიწაზე. ხდება ქიმიოთერაპია. ხდება პროცედურები. შემდეგ ამოიჭრება ეს ორგანო ამ
მნიშვნელოვანი სახელმწიფოს სახით მათი ორგანიზაციები არის მეტასტაზი ეს ორგანიზაციების ყველაფერი ძველ ეპოხას ეკუთვნის და გახსოვთ როდესაც რევოლუცია მოხდა 17 წელს რაც ღეროდნენ რევოლუციონერები ჩვენ ძველ სამყაროს დავანგრევთ იმისთვის რომ ახალი სამყარო გავაშენოთო ხო და გიხაროდეთ ქართველებო გიხაროდეთ იმიტომ რომ მოვა დრო მე რომ დავუშვათ ოსები წინააღმდეგი იქნებიან და აფხაზები წინააღმდეგი რომ საზღვარი გაუქმდეს საქართველოს და ოსებს და საქართველოს და აფხაზეთს შორის საზღვარი თავისთავად გაუქმდება არ უნდება რუსეთს თავისი რესურსები ენერგია და ხალხი შესწიროს იმ სხვა ქვეყნებს ვიღაცებს მათთვის იმიტომ რომ ისეთი პრობლემები ექნება ყველა ქვეყანას ყველა ქვეყანა დადგება ისეთ გზაზე რომ მათ დასჭირდებათ თავიდანვე თავისი ქვეყნის აღორძინება და იმისთვის რომ ხო რაღაც ენერგიები რესურსები მაგათმა თავის ქვეყნის აღორძინებას უნდა დაახარჯონ თავისი ხალხის დასახმარებლად და მათ არ ექნებათ არც თავი არც რესურსები იმისი რომ რაღაც დამატებით სხვა ქვეყნის ტერიტორიები შეინარჩუნონ რომლებიც მათ არ სჭირდებათ სინამდვილეში ხომ გამიგეთ მე რას გეუბნებით გიხაროდეთ ქართველებო გიხაროდეთ კინი მოისწრაფით ევროკავშირისკენ და ნატოსკენ არამედ ვილოცოთ იმისთვის რომ ყველაფერი მშვიდად დამთავრდეს ვილოცოთ ახალი ერისთვის ახალი ქვეყნისთვის ახალი დედამიწისთვის იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვიქნებით განწყობილი ისე წავა ყველაფერი რასაც ჩვენ გავიფიქრებთ ის შესრულდება ამიტომ ვიფიქროთ იმაზე რომ თხოვოთ სამყაროს რომ ცოტა პატარა ტკივილით მოხდეს ეს ყველაფერი მტკივნეულოთ ეს ვერ გავა შემოკარგებო ხომ გესინთ რაც გეუბნებით პირიქით მე მიხარია იმიტომ რომ საქართველოს განთავისუფლდება საქართველოს თავისუფალი გახდება და საკურველია მას მოუწევს თავიდანვე აღორძინება მარტო საქართველოს არ იქნება ამ დღეში ყველა ის ქვეყნები რომლებიც განთავისუფლებიან ევროკავშირიდან საზღვრები გაუქმდება იმ სახით არ არსებობს საზღვრები ადრე რომ არსებობდა დღეს რომ არსებობს სხვანაირი სახით არსებობს იცით რა მე მიხარია რომ მომეცა საშუალება თქვენთვის ამეხსნა პანიკაში არ ჩავარდეთ საქართველოს თუ 90-იანი წლები გადაიტანა არა მხოლოდ საქართველოს რო დაიშალა საბჭოთა კავშირი დასაკურველია ყველას გაუჭირდა და თუ ეს პერიოდი ჩვენ გადავიტანეთ განა ჩვენ ყველამ განა იმას ვერ გადავიტანთ რაც მოხდება აწი მithumedes რომ ყველაფერი საუკეთესობისკენ შეიცვლება მერწმუნეთ კარგი მოდით გავაგრძელოთ ამ პროცესს ანასის წევრები აღნიშნავენ როგორც დეცენტრალიზაციის პროცესს ოღონდ ოკუპაციის გარეშე არის ორი ვარიანტი და მე იმედი მაქვს ამბობს პერეზი რომ ისინი არჩევენ პირველ ვარიანტს ხო რატომ და თუ ნატო ევროკავშირი ეს ჯანდაცვის სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და სხვები ესი არ დათანხმდებიან დაშლაზე
ხო მათ უბრძანეს დაშლა. თუ არ დათანხმდებიან, რუსეთს ეძლევა უფლება ომი დაიწყოს ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ და დაშალოს ისინი. წარმოიდგინეთ, რუსეთს მისცენ უფლება შიდა მიწის საბჭომ მისცა უფლება, ალბათ გალაქტიკის საბჭოს მათ შეერთებული, რომ რუსეთს მან დაიწყოს ომი ეს მათ წინააღმდეგ დაშლა. ევროპის ყველა ქვეყანა თავისით თვითონ უხელმძღვანელებს თავის ქვეყანას. თვითონ მართავდეს იქნება თავის ქვეყანას სხვების ჩარევის გარეშე. საფრანგეთი, გერმანია, ყველა ქვეყნები, რომლებიც მოწყობით შეიტყვეს ევროკავშირში, ყველა გახდება დამოუკიდებელი ქვეყანა და თვითონ მართავდეს იქნება თავის ქვეყანას და ხალხს. ხო და მათ თუ მოუნდება თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან, ამას იზამს თავისი ნებით. არავინ არ აიძულებს ძალით რამე გააკეთებინოს. მათ შორის ჩვენც ვიქნებით ქართველები, საქართველო. უყვე? კარგი, შევჩერდები. არ დავასრულებ წინადადებას, მაინც რომ ვიღაცები არ გამებრაზდნენ, ვინ შეთხოვნით ამას მოусმენს, ამიტომ შევჩერდები. გავაგრძელოთ. ეს არ დასუსტებს გამონთავისუფლებულ ქვეყნებს, არა პირიქით, ისინი გაძლიერდებიან, როდესაც დაიწყებენ ერთმანეთთან პარტნიორობას. ევროკავშირის წარმომადგენლებაც კი იციან, ვინც თავშია, რომ ეს მას კი იცის, რომ ეს ასე უნდა მოხდეს, მაგრამ მაინც არ ნებდებიან, ეშინიათ, რისი ეშინიათ. მათ არ უნდათ თავისი ძველი წესით ცხოვრების შეცვლა. არ უნდათ. რადგან ისინი აკეთებენ ტრილიონებს დღევანდელი ინფრასტრუქტურის ქონით, ან ყოფით. აი ამაშია მიზეზი. მათ არ უნდათ შემოსავლის დაკარგვა. მათ არ უნდათ ფულების დაკარგვა. შეიქმნება კვანტური ფინანსური სისტემა, კვესი, რომელიც იქნება უფრო ნაკლებად მართვადი, არასასურველი ვიღაცებისაგან და ანგარიშში წერია, რომ ეს გადასვლა უნდა მოხდესო დიპლომატიური გზით. ახლა კი მე მინდა თქვენ მოგიყვეთ ცოტა რაღაცა პირველი ტიპის ცივილიზაციაზე. და სანამ ამაზე გადავალო ამ თემაზე, მინდა გითხრათ, რომ ამ ევროკავშირს და სხვა ორგანიზაციებს წაუყენენ ბოლო ულტიმატუმი. დიპლომატიური ურთიერთობები შევიდა ბოლო სტადიაში. ანუ ცოტა ვადა დარჩა მაგათ, რომ დაიშალო. ცოტა დრო დარჩათ იმისთვის, რომ დაიშალო. ხო, ეს ნიშნავს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან დაშლას. რადგან ისინი თუ დათანხმდებიან ამაზე, მათ მოუწევთ ვარისთქვა ძველ ენერგეტიკულ სტრუქტურაზე და საერთოდ ყველაფერი ძველზე, რასთანაც იყვნენ მთელი თავისი ცხოვრება დაკავშირებულები. მათ შორის ცენტრალიზებული ეკონომიკა, მათ შორის არის ახლანდელი სამედიცინო იმპერია. ალიანსის ანალიტიკოსები მოდიან იმ დასკვნამდე, რომ გლობალისტები აგრძელებენ დაძველებული, ცენტრალიზებული ხელისუფლებების ხარდაჭერას, რომლებიც შეუთავსებლები არიან იმ პლანეტარულ სტრუქტურასთან, რომელსაც ახლა ქმნიან, ახალ პლანეტარულ სტრუქტურასთან. ამიტომ ალიანსის საბჭომ გაუგზავნა ბოლო დიპლომატიური გაფრთხილება. თუ ისინი არ დაშლიან ევროპეულ კავშირს და თუ არ დაუბრუნებენ ნაციონალურ სუვერენიტეტს იმ ქვეყნებს, რომლებიც შედიან მათ კავშირში, ნაძალადებად რუსეთს მიცემენ მწვანე შუქს, ომის დაწყების შუქს, მაგრამ არა დამანგრეველი ომის მწვანე შუქს. ეს ისეთი ომი იქნება, სადაც მსხვერპლი არ იქნება.
ხო და ამ ომის შემდგომ, როდესაც ნაძალადევად აშლიან ამ კავშირს, ხალხს გადაცემენ ტექნოლოგიებს. რუსეთს ექნება განვითარებული ტექნოლოგიები, ისევე როგორც ამერიკამ ჩამოაგდო მადურა, რუსეთსაც ექნებათ ის ტექნოლოგიები, რომ ამდაგვარი ლიდერები ჩამოაგდო. ეს ეხება კანადასაც და ავსტრალიასაც. ავსტრალიაში თურმე ისეთი ძლიერი კორუმპია მაპატიე ავსტრალია ყოფილა ძლიერ კორუმპირებული. ახლა კი მათთვის ვინც არ იცისო თუ ვინ არიანო პირველი ტიპის ცივილიზაცია. პირველი ტიპის ცივილიზაცია ეს არის ცივილიზაცია, რომელმაც პრაქტიკულად ისწავლა ენერგიის მართვა, რომელიც მისასწორია ჩვენ პლანეტაზე და ეს დამოკიდებულია სტეროიდალური ეს დამოკიდებულია დედამიწის სტეროიდალური ველის გამოყენებასთან, რომელიც არის პირველი დონე თავისუფალი ენერგიისა, რომელიც არის ღოდება ფიზიკური ძალით. თუ გინდათო ამას გაუგოთო, ამ თავისუფალ ენერგიას, ისწავლეთო ფიზიკა. მე ვიტყოდი კვანტური ფიზიკა, ამან თქვა ფიზიკა კრუჩენია. მაგრამ რობოტ მეტყობა არასდროს გადათარგმნა, ეს სიტყვა არა არსებობს საერთოდ. მაგრამ მე განაგონი მაქვს მარია შულინისგან, მარია შულინს უთხრენ, რომ გაერკვეო ყველაფერში დაიწყეო კვანტური ფიზიკის შესწავლა. პირველი ტიპის ცივილიზაცია იყენებს ბევრი თვით ამღდგენი და ბევრი პლანეტარული ენერგიების წყაროს და ამავე დროს ინარჩუნებს სტაბილობას და მყარ განვითარებას. და ზოგადი დამახასიათებელი ნიშნები პირველი ტიპის ცივილიზაციის არის და შედგება იმაში, რომ ისინი იყენებენ პლანეტარულ ენერგიას, მისასწორ პლანეტარულ ენერგიას. ისეთი წყაროებიდან, როგორც სტეროიდალური ველიდან, ისეთი როგორც მზის ენერგია, გეოთერმალური ენერგიები, ქარი, მოქცევები და რასაკვირველია ტერმოატომური სინთეზი. ეს არ შეგეშალოს ატომურ ბომბში, არა. ეს არის ტერმოატომური სინთეზი, რომელიც გამოიყენება მშვიდობიანი ცხოვრებისთვის, ენერგიის მისაღებად. და ისმაილ პერეს მოყავს მაგალითი. მაგალითად გლობალური განაწილება ენერგიისა ნაკლები დანახარჯებით და ძალიან მყარი ინფრასტრუქტურა 5G არის არსებობს. ყველა ტექნოლოგიები 5G, 6G და უფრო მაღლა იქნება განადგურებული, გაუქმებული. და აგრეთვე შეიქმნება კოორდინირებული ეკონომიკა, რომელიც ძალაში შევა კვანტური ერის შემდეგ. როგორც კი დაიწყება კვანტური ერა. პირველი ტიპის ცივილიზაცია უნარიანია, იმოგზაუროს სხვა მზის სისტემებში, რთული კოსმოსური ტექნოლოგიების საშუალებით, მუდმივი ორბიტალური ინფრასტრუქტურის ჩათვლით და რეგულარული მოგზაურობები არა მხოლოდ ჩვენი მზის სისტემის ფარგლებში, მაგრამ სხვა სისტემებშიც, მაგრამ ჩვენი ვარსკვლავური გროვის ფარგლებში. ანუ ჩვენი galaktikis ფარგლებში. და საკურველია, აქ კიდე შედის სოფლიო თანაშრომლობა იმისთვის, რომ გადაწყვეტონ პლანეტარული მასშტაბის პრობლემები. მასეთებისა, როგორც კლიმატი, ავადმყოფობები და რესურსების განაწილება. ასე რომ პირველი ტიპის ცივილიზაციის დროს პრობლემები კლიმატთან არ არსებობს და არც იარსებებს. სინამდვილეში ჩვენ გავაკონტროლებთ ამით. აგრეთვე ყველა ავადმყოფობას მოუღებთ ბოლოს, რადგან ჩვენ გვაქვს რეალური რობოტიზებული ტექნოლოგიები, რომლებიც კურნავენ ყველაფერს. პირველი ტიპის ცივილიზაციის ყოფნისას აგრეთვე
რესურსები არის ბლომად და ამ რესურსებსაც ურთხლდებიან. ხო, პირველი ტიპის ცივილიზაცია შეუძლია გააკონტროლოს ცუნამი, წყალდიდობა, აგრეთვე პირველი ტიპის ცივილიზაციას აქვს ცდობა თვარისკენ. ახლა ისმენელი გადადის სიტყვა კითხვა-პასუხებზე. კარგით, მე კითხვა-პასუხებს ახლა მოვუსმინე. ფაქტიურად იმ კითხვებს უსვამენ, რაზეც ისმენელ პერესმა ისაუბრა ვიდეოში. ამიტომ ზოგჯერ იციან განმეორებითი კითხვების დასმა. კარგი, მე ამაზე შევჩერდები. შევჩერდები კი არა, დავამთავრე მე ვიდეო. კითხვა-პასუხებს არ გადავთერმნი. დროებით, მადლობთ ყურადღებისთვის.